დღეს მხოლოდ ქართულის რუბრიკაში ბორჯომში მდებარე სასტუმრო ობიექტის Land House ბორჯომის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც ოპერირების 4 წელს ითვლის. თიკო ნატმელაძე სტუმრობდა Land House ბორჯომს და ამბებს თავად გაგვიზიარებს დილამშვიდობისა თიკო. დილამშვიდობის ანა, მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. ძალიან საინტერესო თავგადასავლის დასაწყისი აღმოჩნდა Land House ბორჯომის შემქმნელებისთვის ამ ბიზნესის დაწყება. ამ წლების განმავლობაში ობიექტმა ბევრი ეტაპი და სირთულე გაიარა, თუმცა როგორც თავად ყვებიან, მათთვის მთავარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ბორჯომის მხარის ორი კუთხით გაცნობა, რაშიც თავის ცვლილი შეაქვთ. როგორ გამოიყურება Land House ბორჯომის ისტორია და კონცეფცია, ამას ჩვენ სიუჟეტში გიყვებით და რამდენიმე წუთში საუბარს უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. 2022 წელს, როცა შემეძინა მეორე შვილი, გადავწყვიტე რა რაღაცით დავსაქმებულიყავი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ მხოლოდ სახლში ყოფილიყავი. ჩემს მას ჰქონდა უკვე აშენებული კოტეჯები და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მეც ამეშენებინა მის გვერდზე. ზუსტად ერთი თვის თავზე, როცა ჩემი შვილი იყო ერთი თვის, ჩამოვედი ბორჯომში და დავიწყე მშენებლობა. ბორჯომიდან ვარ წარმოშობით, ბავშვობის მთელი წლები შეიძლება ითქვას, რომ მაქვს გატარებული, ყველაზე ფხოს აქ ვისვენებდი. მით უმეტეს ძალიან მინდოდა ბუნებაში ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, ჩემს ოჯახთან ახლოს ყოფილიყავი. ეს ტერიტორია, რასაც ხედავთ, იყო თითქმის მიუვალი. ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ რაღაცა ისე უცბად მოიფიქრო, რომ ავაშენო 5 კოტეჯი არ იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა ხელი შემიწყო, დამეხმარა, მთელი გულით და სულით იყო ჩემს გვერდზე და ძალიან დიდი შრომის ფასად ავაშენეთ რამოდენიმე თვეში და შემდეგ უკვე ეტაპობრივად მოხდა ეზოს გამამაცება. ძალიან მიხარია, რომ უცხოელი სტუმრები მოდიან ქართულ სტუმრებთან ერთად. მათ მოსწონთ საქართველო. ჭკუა ეკეტებათ, ესე ვთქვათ, ბორჯომის რეგიონზე, იმიტომ რომ ამდენი სიმწვანე ძალიან ბევრ სტუმარს არ აქვს საკუთარ ქვეყანაში ნანახი. ჩემი მიზანი არის ის, რომ როდესაც მოვლენ ჩვენთან ნახავენ იმ ბუნებას, რაც არ აქვს საკუთარ ქვეყნებში, მათ ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებ და ვცდილობ ყველანაირად, რომ საქართველო, ბორჯომი გავაცნო და დაამახსოვრდეთ და ძალიან ბევრჯერ ჩამოვიდნენ კიდევ სტუმრად საქართველოში. ჩვენი სტუმრები არიან გაალფის ქვეყნებიდან, დაახლოებით 90% მოდის ამ ქვეყნებიდან, 5% ისრაელიდან და დანარჩენი უკვე ევროპული ქვეყნებიდან. მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე და ომებიდან გამომდინარე რთულია განვითარებაზე ვიფიქროთ. ამ ეტაპზე ამერიკის ომის ფონზე ძალიან ნაკლებად არის ტურისტების შემოსვლა საქართველოში და აქედან გამომდინარე არა მარტო მე, ზოგადად ყველა ტურისტული დაწესებულება თავს იკავებს განვითარებისკენ, იმიტომ რომ როცა არ არიან სტუმრები და როცა არ არიან ტურისტები სასტუმროებში, რთულია განვითარებაზე იფიქრო. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში მდებარე ტურისტული ობიექტის Land House ბორჯომის დამფუძნებელი ეკა გეგეშიძე შემოგვიერთდა საქმიანი დილის სტუდიაში და მასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. მადლობა ეკა სტუმრობისთვის, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. თავს როგორ გრძნობთ პირველ რიგში, მადლობა რომ ბორჯომიდან გვიერთდებით ამ დილა-ადრიან. მადლობა თქვენ დროის დათმობისთვის. თავს საკმაოდ ვხდეთ გრძნობ, იმიტომ რომ როგორც იქნა მზე გამოვიდა, დიდი რამოდენიმე თვის განმავლობაში იყო წვიმები და არ ხასიათო პოზიტიურად.
ეკა, მინდა რომ დავიწყოთ პირველ რიგში იმაზე საუბრით, როგორია სეზონი ბორჯომში. ზაფხული უკვე დაიწყო და როგორც შენ ჩემთან საუბრისას ახსენე, ეს არის ყველაზე დატვირთული პერიოდი ამ რეგიონისთვის, ყველაზე მეტი ტურისტი და სტუმარი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სწორედ ამ თვეების განმავლობაში სტუმრობს ხოლმე ბორჯომის მხარეს. როგორია სტარტი, ესე ვთქვათ, ზაფხულის? ზოგადად სეზონი უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ სამწუხაროდ ახლო-აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო ჯაშნების რაოდენობა მინიმალური არის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში ჯაშნების რაოდენობა მოიმატებს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთლიანად საქართველოში და შემოვლენ ისევ დიდი რაოდენობის ტურისტები. დაახლოებით პროცენტულად თუ შეგვიძლია შევადაროთ გასული წლის იგივე პერიოდი, წლევანდელ პერიოდს პროცენტულად დაახლოებით რამდენით არის შემცირებული ჯავშნები? ჩემი აზრით 5%-იც არ იქნება სტუმრების რაოდენობის შარშან და ლივნისთან შედარებით. გასული წელი როგორი იყო ბორჯომისთვის? გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ სეზონი დაიწყო აპრილის ბოლოს. ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტები შემოდიოდნენ, როგორც აღვნიშნე, ახლო-აღმოსავლეთის სიტუაცია მკვეთრად ასახავს საქართველოში ტურისტების შემოდინებას. ის ვიზიტორები, რომლებიც ტრადიციულად ბორჯომის სტუმრები იყვნენ, საუბარი მაქვს ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსულ ვიზიტორებზე, ხო არ ჩაანაცვლა სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა? სამწუხაროდ არა. ევროპიდან ძალიან ადგილობრივები, რა თქმა უნდა, გსტუმრობენ, მაგრამ იმ რაოდენობის არა, რაც საჭირო არის სრული დატვირთვისთვის. ისევ რომ საერთაშორისო ვიზიტორებს დავუბრუნდეთ, მათთვის რა არის მთავარი, რის გამოც ბორჯომს სტუმრობენ, რა მოსწონთ ყველაზე მეტად ამ რეგიონში და რატო ირჩევენ ხოლმე აქ დასვენებას? ზოგადად საქართველო რომ უნიკალურია და უნიკალური ბუნება გვაქვს, ეს ყველამ ვიცით. ბორჯომის სამხრივ ულამაზესი არის და ძირითადად მოდიან ბუნებისთვის. ბორჯომში ასევე მოდიან ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის გამო და ველოდებით, რომ უფრო მეტად დავიტვირთებით და უფრო მეტად განვითარდებით, თუ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება. ბუნების გარდა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გამორჩეული ბუნება აქვს ამ მხარეს, კიდევ რა სერვისების შეთავაზება შეუძლია ბორჯომს თავის დამსვენებლებისთვის და ეს სერვისები როგორ ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად? ბოლო რამოდენიმე წლებს რო შევაჯამებ, რა თქმა უნდა, ბორჯომი უფრო განვითარდა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდება და რეაბილიტაცია ხდება ბორჯომის რაიონის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩამოდიან მაღალმხარჯველი ტურისტები, მათ სურთ რომ ჰქონდეთ ის სტანდარტები, რა სტანდარტებისთვისაც მათ სურთ თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ჩვენ მივდივართ მაღალი განვითარების დონემდე. თუმცა თუ რჩება რაიმე სახის გამოწვევები, იქნება ეს საკომუნიკაციო არხების გამართულობა და ასე შემდეგ. თუ არის რაიმე სახის დაბრკოლება ამ პროცესში, რომ მიიღოთ ტურისტები და სათანადოდ გაუმასპინძლდეთ, ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, არის ხოლმე პრობლემები, განსაკუთრებით პრობლემები არის მომსახურების სფეროში, რომელიც აუცილებლად დასახვეწი არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს წლების ამბავია და ეტაპობრივად ჩვენ ამასაც შევძლებთ, ისევე როგორც სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმატებს სტუმრების რაოდენობა საქართველოში. დავამატებთ იმას, რომ აუცილებელი არის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მოწესრიგება, კომუნიკაციები, ვთქვათ, წყალი, დენი აი ამ სფეროებს თუ უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას, უკეთესი იქნება ჩვენი ტურისტული სეზონის ჩასატარებლად. გზები უშუალოდ რა მონაკვეთშია ხოლმე დაზიანებული? თქვენთან მოსასვლელი, სასტუმროდან მოსასვლელი თუ როდესაც აღწევ ექსკურსიაზე უნდათ ტურისტებს წასვლა, იქ უჭერთ ხოლმე მოგზაურობა? იცით როგორ არის, ზოგადად გზები არის ყველგან დაგებული, უბრალოდ რეაბილიტაცია როცა ხდება ავტომობილების დაყოვნება, რაც სტუმრებს არ სიამოვნებთ, იმის მიუხედავად, რომ მთელ მსოფლიოში ხდება გზების რეაბილიტაცია, მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ძალიან ხშირად უწევთ ლოდინი გზის სამუშაოების გამო, თუმცა არის ძალიან ბევრი აქტივობები ბორჯომში, სადაც შეუძლიათ რომ წავიდნენ თქვათ ჯიპის ტურებით, ბაგის ტურებით და ეს უკმაყოფილება გადაფარონ, ესე ვთქვათ, ტურებით.
უახლოესი პერიოდის ჯავშნები, ამ პერიოდში რომ შემცირებული გაქვთ ჯავშნები, ეს უკვე თქვით და ვისაუბრეთ ამ თემაზე, თუმცა წინასწარი ჯავშნები როგორ გამოიყურება ამ ეტაპზე? სამწუხაროდ წინასწარი ჯავშნები ძალიან ცუდად გამოიყურება, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის სტაბილური სიტუაცია, ძალიან ბევრი ტურისტ სეშინია მოგზაურობა, ამჯობინებენ დარჩენას საკუთარ ქვეყნებში, ელოდებიან სიტუაციის დამშვიდებას და ჩვენ ვფიქრობთ, როგორც კი დამშვიდება სიტუაცია, როგორც თქვა, ჩარშანი იყო ივნისის პერიოდში, როგორც კი იყო სტაბილური სიტუაცია, დაიწყო ჯავშნების მიღება. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მალე დასრულდება და ჯავშნებიც აქედან გამომდინარე მალე წამოვა და სეზონი არ ჩავარდება, იმიტომ რომ დღევანდელობით ფაქტიურად გაზაფხულის სეზონი ჩავარდნილია. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ფაქტობრივად ბორჯომი იყო დამოკიდებული ამ ბაზარზე, ამ ბაზრიდან ჩამოსულ ტურისტებზე და ჩანაცვლება ვერ მოხერხდა ამ ქვეყნების მოქალაქეების. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, რატომ არ ინტერესდებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, არა მხოლოდ საქართველოთი, არამედ ბორჯომით კონკრეტულად, თან 4 წელია უკვე ამ სფეროში ხართ და ეს გამოცდილება გიჩვენებდათ ამას. ჩემი აზრით, პირადად ჩემი აზრით, ეს არის მომსახურების სფეროს დაბალი დონე. ზოგადად ევროპელი სტუმრები ითხოვენ მაღალ სტანდარტებს. როცა ჩამოდიან ბორჯომში, მათ არ უკვირთ, როგორც იცით, ბუნება, მათ ურჩევნიათ წავიდნენ, თქვათ, კახეთში, წავიდნენ ბათუმში, სადაც ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გამართული არის. ბორჯომში სამწუხაროდ ის აქტივობები, რაც მათ სურთ, მე საუბრიდან გამომდინარე, როცა სტუმრები ჩამოდიან ევროპიდან, როცა ვესაუბრები, ამ მიზეზებს ასახელებენ, რომ მათთვის მხოლოდ ბუნება არ არის საკმარისი და სჭირდებათ უფრო მაღალი დონის მომსახურება. ანუ მომსახურების სფერო და სხვადასხვა სახის სერვისების შეთავაზება ამ შემთხვევაში პრიორიტეტი, რაც სჭირდება ბორჯომს განვითარებისთვის. გარდა ამისა, ზაფხულის სეზონთან ერთად საინტერესოა ისიც 4-ვე სეზონზე რამდენად აქვს შესაძლებლობა და რესურსი ამ კურორტს, რომ მიიღოს ტურისტები და რამდენად მოთხოვნადია ზოგადად 4-ვე სეზონზე იქნება ეს შემოდგომა და თუ ზამთარი და როდესაც თოვლიანი პერიოდია, მაშინ როგორია ხოლმე აქტივობა? აქტივობა განსაკუთრებით არის ზაფხულში, ივლისი-აგვისტო, ასევე ზამთრის სეზონი, იანვარი-თებერვალი. დანარჩენი 2 სეზონი გაზაფხულის შემოდგომა, შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 50%-მდე მერყეობს სტუმრების რაოდენობა, თუმცა მაინც არიან ვიზიტორები, მაინც გვსტუმრობენ იმის მიუხედავად, რომ ყველა სეზონზე არ ვართ აქტიურები. კი ბატონო, მადლობა ეკა. წარმატებებს ვუსურვებ ლენდჰაუს ბორჯომს და ზოგადად ამ კურორტს და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ დატვირთული და საინტერესო სეზონი გელოდებათ წინ. ეკა გეგეშიძე ლენდჰაუს ბორჯომის დამფუძნებელი იმყოფებოდა საქმე ენდილას ეთერში.